Რუნდებით პირდაპირ ეთერში განვაგრძობთ გამოშვებას ძალიან საინტერესო თემით ჩვენს პარტნიორთან Grant Thornton საქართველოს თქვენი საგადასახადო გზამკვლევი. და მოკლედ ესე იგი 2026 წლის 1 მარტიდან საქართველოში ასამოქმედებელი შრომითი მიგრაციის კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებები და მისი გავლენა ზოგადად შრომის ბაზარზე და მთელ სპექტრზე ამ მიმართულებით ბატონ ზურაბ ახალაძეს მივესალმები, რომელიც Grant Thornton საქართველოს იურიდიული დეპარტამენტის წარმომადგენელია. მოგესალმებით ზურაბ, ძალიან მადლობა თქვენი დროისთვის. ზურაბ, უპირველეს ყოვლისა, ეხლა თემის აქტუალობიდან გამომდინარე, მე ყოველთვის ვცდილობ ხოლმე რომ რამდენიმე ნაწილად და ფაზად დავყოთ ეს საკითხი და შესაბამისად ქვაკუთხედი იმასთან დაკავშირებით, რომ გარკვეულ ცვლილებებს ელის თვითონ შრომის ბაზარი ეს სახეზეა. შესაბამისად აი ცვლილებები და ნორმატივები, პრეფერენციები, რომელიც იქ არის გაწერილი, აი რეალურად რა კომპონენტებს ავითარებს ბაზარზე და რა გამოწვევებს, მაგრამ ამავდროულად რა პოზიტიურ კომპონენტებს აჩენს. გისმენთ ყურადღებით. სანდრო, პირველ რიგში დიდი მადლობა მოწვევისთვის. ვფიქრობ, რომ ეს თემა ეხლა ბიზნესისთვის ყველაზე აქტუალური თემა არის საკანონმდებლო ცვლილებების ნაწილში, იმიტომ რომ მივედით უკვე იმ ეტაპამდე, რომ სადღაც ერთ თვეში ეს ცვლილებები უნდა ამოქმედდეს. ვიდრე უშუალოდ ცვლილებებზე დავიწყებ საუბარს და რა შეიცვალა, რა იცვლება, რა პრობლემებია და ასე შემდგომ, იმისთვის რომ კონტექსტი კარგად გავიგოთ და თქვა ჩვენმა მაყურებელმაც კარგად გაიგოს კონტექსტი, რაზე ვსაუბრობთ ყოველ შემთხვევაში. ვსაუბრობთ შრომის მიგრაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე. ჩვენ 2015 წელს საქართველოს მიიღო კანონი, ეს კანონი, რაზე ვსაუბრობთ, შრომით მიგრაციის შესახებ კანონი და შემდგომ უკვე 2023 წლამდე არ ყოფილა ესეთი დიდი ძირეული ცვლილებები ბიზნესისთვის, რაც ბიზნესისთვის იქნებოდა რაღაც ხელშესახები და ბიზნეს მოუწევდა ადაპტირება. 2023 წელს მივიღეთ ცვლილებები და ცვლილებები იყო, ვიტყოდი, მარტივი შედარებით, კერძოდ ის ადგილობრივი დამსაქმებელი გახდა ვალდებული, რომელსაც უცხოელი ყავდა დასაქმებული, რომ უბრალოდ ეს დასაქმების ფაქტის, ესე რომ ვთქვათ, კონსტატაცია მოეხდინა და გარკვეულ პორტალზე, შრომის სამინისტროს პორტალზე, ეს შრომითი ურთიერთობა აღერიცხა, შრომითი ხელშეკრულება, პერსონალური მონაცემები და ასე შემდგომ. ეს ცხადია ბიუროკრატიული პროცესი არის, თუმცა ეს ელექტრონულად იმართება, მარტივი არის და ბიზნესისთვის დიდ გამოწვევას ეს არ წარმოადგენდა ნამდვილად. და ბიზნესის ცხადია მიესალმა ამ ნაწილს. დღეს მდგომარეობით ჩემი მე რაც ვიცი, დაახლოებით 40-42,000 ადამიანი არის უცხოელი ამ პორტალზე რეგისტრირებული. უკვე 2025 წლის ივლისში, ზაფხულში, ივნისი იყო. დაინიცირდა ეს ცვლილებები და 2026 წლის 1 მარტიდან შედის ცვლილებები. და ამ ცვლილებების ძირითადი ქვაკუთხედი არის შემდეგი. იმისთვის რომ ჩვენ უცხოელი დავასაქმოთ, ამ უცხოელს სჭირდება შრომითი უფლება. მიუხედავად იმისა, უცხოელი შემოსულია საქართველოში კანონიერად, ვიზის საფუძველზე, უვიზო რეჟიმის მქონე ქვეყნებიდან თუ არა, მნიშვნელობა ამას არ აქვს. ჩვენ უცხოელს ვერ დავასაქმებ, სანამ არ ექნება ამ უცხოელს შრომითი უფლება და შემდგომ უკვე ამ შრომითი უფლების საფუძველზე შრომითი ბინადრობა. შესაბამისად, ცხადია ეს ბიუროკრატიული პროცესებია და ბიზნესს ურთულებს საქმეს, იმიტომ რომ ფუნდამენტურად ცვლის უცხოელის დასაქმება საქართველოში. აი ამ ეტაპზე ვართ ახლა. ეს ცვლილებები, როგორც ვთქვი, ზაფხულში დაინიცირდა, ზაფხულიდან ახლა 30 იანვარია დაგასულია დაახლოებით 8 თვე, მოდი ვთქვათ, და 1 მარტს შედის ძალაში. ანუ კარს მოგვადგა ეს ცვლილებები, თუმცა ამ კანონის ცვლილებების გარდა რა საკანონმდებლო ნორმატიული ბაზაც უნდა შექმნილიყო და აქტები უნდა გამოცემულიყო, ჯერჯერობით სამწუხაროდ არ გვაქვს. არაფერი ხილული არა. ამიტომ ჩვენთვის, როგორც იურისტებისთვისაც და ბიზნესისთვისაც არ არის განჭვრეტადი თუ როგორ უნდა განხორციელდეს ეს ცვლილებები. და რამოდენიმე პასუხგაუცემელი კითხვა არის და შემდგომ შემიძლია ჩავშალო შემდგომ, რაც ბიზნესისთვის ამ გადმოსახედიდან საფრთხის შემცველია, იმიტომ რომ არ არის როგორც თქვი განჭვრეტადი და სიცხადე ამ ნაწილში კანონმდებელმა ჯერჯერობით ვერ შემოიტანა. აი ეს არის ზურაბ-მე მადლობა ძალიან კარგი და საინტერესო წინასიტყვაობისთვის და მოდით ახლა განვავრცოთ ამ ყველაფრის ორი შტო. პირველი ნაწილი ეს არის როდესაც ბიზნესი ვალდებულია შემოიყვანოს უცხოელი რეზიდენტი და დავკონკრეტდები რატო. და მეორე
როდესაც ამ შემთხვევაში საუბარი არის ტიპიურ კომერციულ ნაწილზე, ეს მეორე მიმართულებაზე მაქვს საუბარი, აი როდესაც მაგალითად სიტყვაზე კომპანიას უნდა შემოიყვანოს მაღალკვალიფიციური ტექნოლოგი, აგრონომი, გეოლოგი, გეოდეზიის სპეციალისტი და რისი დიდი დეფიციტი გვაქვს ქვეყანაში, მოდი ამასაც ჩავხედოთ თვალებში განათლების რეფორმაზე მიდის ზუსტად საუბარი და თემატურია ზუსტად ეს საკითხიც, ხო? პირველი, როდესაც ბიზნესი იძულებულია ეს ყველაფერი გააკეთოს, ანუ მდგომარეობს შემდეგში. როდესაც იძულებული ან მაგალითად ხდება ქვეყნიდან პროფესიონალი კადრების გადინება, სამუშაო რესურსის გადინება და ის ვალდებულია, რომ მაგალითად ქართველი რეზიდენტი ჩაანაცვლოს უცხოელი რეზიდენტით და ხშირად ხდება ხოლმე ეს პრეცედენტები იგივე delivery სერვისში და ბევრ სხვა მიმართულებაში. აი ამ შემთხვევაში რა ხდება? მოდი აი პირველი ნაწილიდან დავიწყოთ, როდესაც კომპანია არის იძულებული შემოიყვანოს უცხოელი მუშახელი. თუმცა მე როგორც მათყობინებენ, ეხა რეკლამა მოგვიწია, აი ეს საკითხი უკვე რეკლამის შემდეგ განვაცხადოთ პირდაპირ ეთერში. დავბრუნდებით ძალიან მალე. მოკლედ საუბრობთ აი ასამოქმედებელ საკანონმდებლო ნორმატივებზე, რომელიც უცხოელთა დასაქმებას ქვეყანაში გარკვეულწილად გაართულებს, გაზრდის ბიუროკრატიას, მოდი უფრო ასე, უფრო დიპლომატიურად და კარგად ჟღერს. მოკლედ ესე იგი ბატონი ზურაბ ახალაძე არის ჩვენთან ერთად. ზურაბ კიდევ ერთხელ მოგესალმები. ანუ ჯამში მე გადაცემის წინა ბლოკში დავსვი საკითხი, ანუ ორი მიმართულება, როდესაც ბიზნესი ერთის მხრივ ვალდებულია, რომ სხვა თავს ზემოთ ძალა არ არის, უნდა შემოიყვანოს უცხოეთის მოქალაქე და მეორე ნაწილი, როდესაც ეს ყველაფერი ტიპიურად პროფესიულ, კომერციულ ბიზნესს ემსახურება. აი ამ შემთხვევაში აი რა გართულებებს ველით როგორც ასეთი. კი ბატონო, კარგი კითხვა სანდრო, მადლობა ამ კითხვისთვის. მეც მინდოდა ამაზე ყურადღების გამახვილება, იმიტომ რომ ეს არის ერთ-ერთი პრობლემური საკითხი, რაზეც მინდოდა აქცენტი გამეკეთებინა. მე თავიდანვე ვახსენე, რომ ეს ცვლილებები ეხება და ეხება შრომის ბაზარს, შრომით დასაქმებას, ხომ? და შრომითი დასაქმება ამ კანონის მიზნებიდან გამომდინარეც არის შრომის კოდექსით გათვალისწინებული შრომითი ურთიერთობები, ხო? ტიპური შრომითი ურთიერთობები. აქ ყველაფერი ცხადია, მაგრამ აქ შემოვიდა ერთი ეგრეთ წოდებული ცნება, თვით დასაქმებული უცხოელის ცნება, რომელიც არის ძალიან ფართოდ განმარტებული და ეს არის ძალიან კითხვის ნიშნის ქვეშ ეს განმარტება და კერძოდ ეს თვით დასაქმებული უცხოელი და მე თქვენს კითხვაზე პასუხს ამ მიმართულებით წავართ, ნახეთ. კონტექსტი რო გავიკოთ, ხო, თვით დასაქმებული უცხოელი ამ განმარტებით და ამ კანონის ცვლილებით, ამ ცვლილებას კიდევ ვეღარ შეცვლიან, თუ შეიძლება დაზუსტდეს, არის ის ადამიანი, ის უცხოელი, რომელიც ეწევა როგორც შრომით საქმიანობას, ან შეიძლება ეწეოდეს სამეწარმეო საქმიანობას, მომსახურებას, იყოს კონტრაქტორად და იყოს პარტნიორად. ძალიან ფართო ცნებაა, როგორც თქვენ მიხვდით და გაიგეთ ამ ნაწილს. ნახეთ, აქედან გამომდინარე ეს კანონი ეხება არა მხოლოდ შრომით ურთიერთობებს, არამედ მომსახურებით ურთიერთობებსაც. თუ უცხოელი, მე მჭირდება ექსპერტი, მნიშვნელობა არ აქვს რომელ დარგში, იქნება ეს იურიდიული სფერო თუ გადამამუშავებელი მრეწველობა და მე უცხოელს მოვიწვევ როგორც მომსახურეს და რაღაცა გარკვეული მომსახურების ხელშეკრულებას გავაფორმებ მათთან, ამ უცხოელსაც ჭირდება უფლება ამ კანონის ამ რედაქციით. შესაბამისად, როდესაც ბიზნესი არის ვალდებული, რომ შემოიყვანოს ესეთი კადრი და შეიძლება ეს არ იყოს ტიპური შრომით სამართლებრივი ურთიერთობა, ძალიან მოკლევადიანი ურთიერთობა იყოს მომსახურება, მაინც არის ბიზნესი ვალდებული, რომ მიმართოს შესაბამის ორგანოს შრომის სამინისტროს, რომ ეს უფლება მოიპოვოს, რაც ცხადია სამართლებრივი ნონსენსია, ესე რომ ვთქვათ, იმიტომ რომ არის მომსახურება, კონტრაქტორი და არის შრომით სამართლებრივი ურთიერთობები და თუ ჩვენ შრომით სამართლებრივი ურთიერთობებზე ვსაუბრობთ, მომსახურებას და სერვისი აბსოლუტურად სხვა ტიპის ურთიერთობები არის. ეს არის ერთ-ერთი კითხვა, რაც ბიზნესს აწუხებს, ეს არის ერთ-ერთი პრობლემური საკითხი, რის დაზუსტებასაც ველოდებით კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით, იმიტომ რომ ვფიქრობთ, რომ ბიზნესს ძალიან გაურთულებს ოპერირებას. მაგალითი მოვიყვანოთ რა, ჩვენ მაგალითს გეტყვით, იმისთვის რომ მაგალითად სასამართლოში საქმის წარმოებისას უცხოელი ექსპერტი დაგჭირდეს და ერთი დღით ჩამოვიყვანოთ, ამ რედაქციით ესე ვკითხულობთ და ესე იკითხე, იმიტომ რომ ძალიან ფართო გამარტება როგორც ვახსენე, ამ რედაქციით მისი შრომით სამართლებრივი უფლება უნდა მოვიპოვოთ. ერთდღიანი ვიზიტისთვის. ოკეი, შესაბამისად, ველოდებით რომ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით ეს საკითხები დაარეგულირდება აუცილებლად. მეორე პრობლემური საკითხი არის, რაზეც მინდა რომ თქვენი ყურადღება გავამახვილოთ, თქვით ხო შრომითი ურთიერთობა და მომსახურება. კი ბატონო. მეორე პრობლემური საკითხი არის, რომ საქართველოს მთავრობას, ამ შემთხვევაში სამინისტროს აქვს ძალიან ფართო დისკრეცია უარის თქმის მექანიზმების. პირდაპირ წერია რომ თუ პირი უცხოელის პროფესია ან კვალიფიკაცია შეუსაბამოა საქართველოს შრომის ბაზრის მოთხოვნებთან. ეს არის ძალიან ზოგადი განმარტება, რა პროფესიაზე ვსაუბრობთ.
მიჯნავს სახელმწიფო პირობითად პროფესიების მიხედვით delivery services-ებს, გადამამუშავებელ მრეწველობას, IT სექტორს და ასე შემდგომ, ან კვალიფიკაციას როგორ ადგენენ, იქნება ეს ერთწლიანი გამოცდილება სერტიფიკატები. არის ძალიან დიდი ბუნდოვანებები და სწორედ აქ ველოდებ. შესაბამისად, ბიზნესისთვის მე გვახსენე კიდევაც არ არის განჭვრეტა, რას ელოდება ბიზნესი ზუსტად არ იცის. საბედნიეროდ ერთი კარგი რაც შეიძლება ითქვას ამ ეტაპზე არის, რომ იმ ადამიანებისთვის, იმ უცხოელებისთვის, რომლებიც უკვე პორტალზე არიან რეგისტრირებულები, ეს ვადა არის წლის ბოლომდე, 2026 წლის ბოლომდე. შესაბამისად, ბიზნეს დროის ნაწილში ადაპტირების საშუალება მიეცემა, ხოლო თუ ახალი უცხოელის შემოყვანას დააპირებენ, თქვათ, დაასაქმონ ან მომსახურებით, ამ შემთხვევაში უკვე ერთი თვის ვადაში უნდა მიმართონ შესაბამის ორგანოს. რისკ ფაქტორები, მადლობა ძალიან საინტერესო ანალიზისთვის, მაგრამ აი რისკ ფაქტორები. რამდენად არის რეალურად ამ საკანონმდებლო პაკეტში და ჩარჩოში გაანალიზებული ის რისკ ფაქტორები, რაც რეალურად დგას ჩვენს წინაშე და გულისხმობ რას. არ არის ახალი ამბავი, რომ საქართველოს განიცდის ძალიან დიდ ადამიანური რესურსის დეფიციტს. ეს არ არის ახალი ამბავი და ეს პირიქით უფრო და უფრო წლიდან წლამდე უფრო გაუარესებისკენ მიდის, ვიდრე პოზიტივისკენ, იმიტომ რომ ყველა რაპორტით იგივე მოსახლეობის აღწერის კომპონენტით და ასე შემდეგ, ანუ ქვეყნის მოსახლეობა მცირდება და განსაკუთრებით ხშირია შემთხვევები, როდესაც პროფესიონალი კადრების გადინება ხდება, ტვინების გადინება ხდება ქვეყნიდან, სხვა ტიპის შრომითი რესურსის გადინება ხდება ქვეყნიდან და მათ შორის სექტორიდან სექტორში გადადინება ხდება. ეს არის ძალიან დიდი რისკი, მაკროეკონომიკური რისკი, რომელიც ბუმერანგის პრინციპით შეიძლება ძალიან ცუდად დაუტრიალდეს ჩვენს ეკონომიკას. ეს რისკი რამდენად არის გათავისებული, იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში ახლა ბიზნესს, როდესაც შემოყავს უცხოეთის მოქალაქე. ახლა ეს დარწმუნებული ვარ, მისი არჩევანი შეიძლება არ არის რაღაც დონეზე, მაგრამ სხვა გზა არ არის. შესაბამისად, აი მე მაინტერესებს, აი ასეთი ტიპის ბიუროკრატიული ნორმატივირებით, ხო, აი რა ტიპის გამოწვევების წინაშე ვდგავართ? ეხლა მე ვიცი, მე მქონია თუნდაც იგივე საკანონმდებლო პაკეტზე მომუშავე ექსპერტებთან, კანონმდებლებთანაც პრივატული საუბრები და ყოველთვის არის მოყვანილი ევროპული მაგალითი. Yes, absolutely. შვედეთის, ნორვეგიის, საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის მაგალითები, მაგრამ ნუ იქ ცოტა არარელევანტურია, ეხლა მაგალითად ნორვეგიის პოლიტიკასთან და ზოგადად უცხოელი მოქალაქეების დასაქმებასთან პარალელების გავლება, იმიტომ რომ იქ აბსოლუტურად სხვა ეკონომიკური ტენდენციებია, სხვა დინამიკაა და ჩვენ საქართველოს ვართ, რომელიც ახლა დგავთ გარკვეულ ნაბიჯებს ეკონომიკური განვითარებისკენ. ხო, 7.9% გვიხარია აგერ ეკონომიკური ზრდის კუთხით, ხო? საქმეებმა და სხვათა შორის გამომრჩა ეგ ნიუანსს უნდა მეთქვა. აი, როგორ გეისახებათ აი ეს რისკები, რამდენად არის კარგად დათვლილი და აი ამ კანონის ამოქმედების შემდეგ და შემთხვევაში რა გამოწვევების წინაშე შეიძლება დადგეს ჩვენი შრომის ბაზარი? მადლობა კითხვისთვის. რამდენად არის ეს რისკ ფაქტორები გათვალისწინებული, ეს კანონი დაჩქარებული ტემპებით შეიცვალა, შესაბამისად ამ ნაწილში რამდენად ჩატარდა კვლევა, რომელ სექტორში იყო საჭირო მუშახელის საჭიროება და რომელ სექტორში არის საჭირო რომ ქართველი მუშახელი ჩანაცვლეს. ამაზე პასუხისგაცემა გამიჭირდება, იმიტომ რომ ეს არ არის საჯარო ინფორმაცია. თუმცა მეორეს მხრივ რა პრობლემების წინაშე ბიზნესი დადგეს, აქ ცხადია და რა არის მაგალითს გეტყვით ერთს. ჩვენ ვიცით რომ სახელმწიფო თავის მხრივ გარკვეულად ხელს უწყობს IT ინდუსტრიის განვითარებას, ხო? და IT სპეციალისტები საქართველოში ძალიან შეივსო ამ თქვა უკრაინის ომის შემდგომ, უკრაინელებით, რუსებით და ასე შემდგომ. ამ კანონის ერთ-ერთი პრეფერენცია არის რომ შრომითი უფლება მოიპოვება თითოეულ დამსაქმებელთან. ნახეთ? შესაბამისად კომპანიას, რომელსაც სურს რომ უცხოელი დაასაქმოს თავისთან, სჭირდება კონკრეტულად მის კომპანიისთვის დასაქმების უფლების მოპოვება. ერთი კომპანიიდან მეორეში რომ ეს IT პიროვნება გადავიდეს, კვალიფიციური მუშახელი, ამ პიროვნებას სჭირდება ახალი შრომითი უფლება. მიუხედავად იმისა, ამ უფლებას ვადა ექნება თუ არა გასული. შესაბამისად, იმ კომპანიას, რომელსაც სჭირდება კადრი და headhunter-ებს ამ შემთხვევაში, საკმაოდ გაუჭირდებათ ახალი კადრის მოძიება ადგილობრივი ბაზრიდან უცხოელების გულისხმობ, იმიტომ რომ კიდევ ერთი ბიუროკრატიული პროცესია აქ, ახალი უფლება. მიუხედავად იმისა, რომ ამ ადამიანს უკვე ექნება უფლება. და შეიძლება ეს მერე დამსაქმებლის განწყობაში მოიქცეს. აბსოლუტურად, ხელფასებზე აისახება, გაძვირებული სერვისებზე აისახება და ასე შემდგომ. ამ ნაწილში შემდგომ უკვე ალბათ გაგვიადვილდება კანონის ამოქმედებიდან ამაზე საუბარი, თუმცა ამ გადმოსახედიდან და იმ პოზიციიდან, რომ დღეს არ გვაქვს ნორმატიული აქტი და აგრე ერთი კალენდარული თვე არის დარჩენილი ცვლილებების ამოქმედებამდე, საკმაოდ რთული ჩანს მომავალის პერსპექტივა, მომავალი 1-2 თვე საკმაოდ.
ძალიან დიდი მადლობა ასევე საინტერესო პასუხისთვის. აი ახსენეთ ძალიან კარგი кейსი IT სექტორი. ეხლა ბოლო პერიოდში ჩვენ ყველანი ვიკვეხნიდით, რომ აი საკანონმდებლო ცვლილებებმა დაასტიმულირა ის, რომ საქართველოს შემოვიდნენ გლობალური ამერიკული IT კომპანიები, აღარ გავაკეთებ ჩამონათვალს, რეკლამაში რო არ ჩაგვეთვალოს. შემოვიდნენ ეს კომპანიები, შექმნეს საკუთარი სივრცეები, არიან ძალიან დიდი კონტრიბუტორები ბიუჯეტში, არიან ძალიან დიდი დამსაქმებლები, მაგრამ 2022 წლის ბოლოს აღმოვაჩინეთ, რომ არსებობს ძალიან დიდი პრობლემა ადამიანური რესურსის თვალსაზრისით და შესაბამისად არ არის საქართველოში იმ რაოდენობის პროფესიონალი IT სპეციალისტი, რომ ამ კომპანიებში დასაქმდეს. მოხდა რა? ამ კომპანიებმა დაასაქმეს არაქართველი რეზიდენტები, მაგრამ ისინი კლავინდებურად მიყვებიან იმ ვერტიკალს, არიან კლავინდებურად საქართველოს ბიუჯეტში კონტრიბუტორები, არიან მთავარი დამსაქმებლები და არიან რაც მთავარია შემქმნელები საინვესტიციო კლიმატის და გარემოსი. აი აქ რა რისკები შეიძლება გაჩნდეს და აი რა ნაწილში შეიძლება მოითარგმნოს ეს ყველაფერი თუნდაც ამ კომპანიების განწყობების კუთხით. ერთი საკითხი, რაზეც უკვე ვისაუბრეთ, ხადია და მეორე საკითხი არის ერთი მნიშვნელოვანი ძალიან. ეს კანონი და ეს ცვლილებები ეხება ასევე იმ დასაქმებულებს, უცხოელ დასაქმებულებს, რომლებიც დისტანციურად მუშაობენ ქართველი კომპანიებისთვის. ჩვენ ვიცით რომ და ეს ჩვენი პრაქტიკიდანაც, იმიტომ რომ ჩვენ საკმაოდ ბევრი IT კომპანია ყავს, ჩვენი კლიენტები არიან, რომ ამ მათი სამუშაო სპეციფიკა არ საჭიროებს ოფისში იყო მისვლას და იქ მუშაობას და მათი სამუშაო სპეციფიკა არის დისტანციური. ეს დისტანციური ხშირად არის საქართველოს ტერიტორიიდან, მაგრამ უცხოეთიდანაც. შესაბამისად, ამ ნაწილში კიდევ გვჭირდება დაზუსტება და რას გულისხმობ, რომ მიუხედავთ იმისა, რომ ადამიანი უცხოელი მუშაობს უცხოეთიდან და არ იმყოფება საქართველოს ტერიტორიაზე და ეს კანონი აწესრიგებს და მიზანი გაცხადებული არის, რომ ადგილობრივი ბაზარი დაიცვას, იმ ხალხსაც, ვინც უცხოეთში არის, იმათაც ჭირდებათ შრომითი უფლების მოპოვება. ერთი A და იმისთვის, რომ შემდგომ უკვე საქართველოს ჩამოვიდნენ, ჭირდება D1 კატეგორიის ვიზა, რომელიც საკონსულოს უნდა მიმართონ. და წარმოიდგინეთ ამ სექტორში მომუშავე კომპანიების უმეტესობას, რომელსაც ადგილობრივი კადრის გარდა ყავს უცხოელი და ეს უცხოელები არ არიან საქართველოში ტერიტორიულად, რამდენად ურთულდებათ ამ ადამიანების შრომითი უფლების მოპოვება. ეს ხადა ბიუროკრატიული პროცესი ყველაფერი გადალახვადია. მე აქ ჩვენი პოზიცია რა არის? ჩვენი პოზიცია არის, რომ ბიზნესი აუცილებლად ადაპტირდება ნებისმიერ საკანონმდებლო ცვლილებაზე. ეს ბიზნეს ვალდებულება არის, ბიზნესი ამას გვერდს ვერ აულის. უბრალოდ ეს ადაპტირება უნდა იყოს წინასწარ განჭვრეტადი, ბიზნესმა ბიუჯეტი დადოს, წინასწარ თანხები გამოყოს, სახსრები გამოყოს, დაკონტრაქტდეს შესაბამის პირობითად იურიდიულ კომპანიებთან და სერვისის განმახორციელებელ ორგანიზაციებთან, როგორც ვართ ჩვენ, Grant Thornton-ი, და სერვისის განმახორციელებელ ორგანიზაციებსაც ჰქონდეთ თავის მხრივ მოლოდინი იმისა, თუ რა ეგრეთ წოდებული სკოუპი იქნება მომსახურების იმისთვის, რომ ფასი დაუდოთ ჩვენ ამ ბიზნესს და შესაბამისად ამ ეტაპზე, როცა ესეთი გაურკვევლობა არის, ესეთი დაკონტრაქტებაც ვერ ხდება და ბიზნესი ჯერჯერობით თავს იკავებს. აქედან გამომდინარე, ამ ერთ თვეში უნდა მოხდეს ეს ყველაფერი, მათ შორის დისტანციურად მომუშავე ადამიანების საკითხის გარკვევა და არა მხოლოდ რაც წეგან ვახსენეთ მათ შორის მომსახურების ტიპის ხელშეკრულებებზე გავრცელდება თუ არა დირექტორებზე, უმაღლესი რგოლის გავრცელდება თუ არა სამართალ ყურებს საბჭოს წევრებზე, პარტნიორებზე თუ ეს კანონი გავრცელდა კომპანიების ადგილობრივი დამსაქმებლის პარტნიორებზე, ჩემი აზრით სრულ ქაოსს მივიღებთ ამ ნაწილში, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ქართული კომპანია გვაყავს და არა მარტო ქართული, რომელთა შეარჰოლდერები, პარტნიორები, დამფუძნებლები, გენერალური დირექტორები არ არიან საქართველოს მოქალაქეები და შესაბამისად, ანუ აი ამ კუთხით ეს რა თქმა უნდა მოითარგმნება ძალიან ნეგატიურ განწყობებში ზოგადად ქვეყნის პრიზმაში. ამიტომაც აუცილებელი არის აი ხა, როდესაც აი ნებისმიერ ყველა რეფორმაზე იგივე შემიძლია ვთქვა, დაწყებული განათლების რეფორმით, დასრულებული თუნდაც იგივე უცხოელთა დასაქმების რეფორმით, აუცილებელია ბიზნესთან დიალოგი. ანუ ჯერ ინიციატივა და შემდეგ ამ ყველაფრის აღსრულებაში მოყვანა არ არის შედეგის მომდანი, ამიტომაც აუცილებელია რომ გავხსნათ დიალოგის და დისკუსიის ველი და შესაბამისად აქედან გამომდინარე მივიღოთ მერე კონკრეტული გადაწყვეტილება. მე ძალიან მიხარია რომ Grant Thornton საქართველოს ეს თემა წამოწია პირდაპირ ეთერში. მადლობა თქვენ. ეხლა მოკლედ რეზიუმეს გთხოვთ ასევე ამ თემის, გარკვეული როგორც რისკ ფაქტორები, ასევე გამოწვევები, რა გამოწვევების წინაშე შეიძლება დავდგეთ და შემდეგ უკვე თქვენთან ერთად მომავალ კვირაში შეგვიძლია რომ ეს თემა უკვე კიდევ უფრო სიღრმისეულად განვავრცოთ.
სანდრო, კიდევ ერთხელ მადლობა. ერთს ვიტყოდი და ვისურვებდი, რომ როდესაც კანონმდებლს ჰქონდა 8 თვიანი პერიოდი, შესაძლებელი იყო, რომ აქამდეც ყოფილიყო, კანონმდებლობრივი ნორმატიული აქტების გამოცემას ადგილი ჰქონოდა და ჩვენ უკვე სხვანაირი საუბარი გვექნებოდა. იმედი მაქვს, რომ ერთ კვირაში თუ ორ კვირაში ყველაზე დიდი დრო ალბათ დღეიდან უკვე გვექნება განმარტოვებელი ნორმატიული აქტები და ჩვენ გვეცოდინება ზუსტად ვიმსჯელებთ კონკრეტულ საკითხზე. თქვენ ახსენეთ ბიზნესის ჩართულობა, საქართველოში იყო ტენდენცია და საბედნიეროდ რომ ბიზნესი საკმაოდ აქტიურად იყო ჩართული კანონმდებლობის ცვლილებებში, თუმცა ამ კონკრეტულ ცვლილებასთან დაკავშირებით მე როგორც ვიცი, საკმაოდ ბევრმა ბიზნეს ასოციაციამ მიმართა საქართველოს მთავრობას და ჩვენი მოლოდინი არის რომ ბიზნეს ასოციაციების ეს შენიშვნები, რეკომენდაციები მაქსიმალურად გათვალისწინებული იქნება უკვე დაზუსტებულ საკანონმდებლო აქტებში. შესაბამისად დაველოდოთ, შევხედოთ და შემდგომ უკვე მაგის მიხედვით შესაძლებელია სხვა საკითხზე მსჯელობაც. დიდი სიამოვნებით დაველოდოთ იმ გადაწყვეტილებას, რაც ამ კუთხით იქნება მიღებული და შესაბამისად აუცილებელია, რომ სწორი აქცენტები და სწორ ანალიტიკაზე დაფუძნებული ნებისმიერი საკანონმდებლო აქტი მივიღოთ პრაქტიკაში. დიდი მადლობა, თქვენ დებიუტი გქონდათ დღევანდელ გადაცემაში და დარწმუნებული ვარ, რომ სხვა საკითხებზეც და ბევრია ზოგადად legal service-ების მიმართულებით სასაუბრო. დარწმუნებული ვარ, რომ ხშირად იქნებით ჩვენი გადაცემის სტუმარი და ხშირად დავსვავთ სხვადასხვა მნიშვნელოვან აქცენტებს. დიდი მადლობა ბატონ ზურაბ ახალაძეს, რომელიც Grant Thornton საქართველოს იურიდიული დეპარტამენტის წარმომადგენელია.